ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ. ნატო. ძალიან მიხარია რომ დღეს გვექნება საინტერესო დიალოგი და პირველ რიგში მადლობა მასპინძლობისთვის. ამ გადაცემას აქ ერთი სტანდარტული კითხვა და მე ექსპრომტად მივუყვებით. შენ შემთხვევაში ესე იქნება, რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რაც ვიცი და რაც აუდიტორიამ იცის, მაინც საკუთარ თავთან მარტო მყოფი ვინ არის ნატო გელაშვილი. რა ვიცი, ალბათ ერთი ძალიან ჩვეულებრივი ადამიანი, ყველაფრით ალბათ შორი და რაღაცები ყოველთვის ისე ჩანს, რომ ხშირად უკითხიათ, რომ ვაიმე ოდგენო სადილსაც ამზადებთო და რა თქმა უნდა გამცინებია, იმიტომ რომ ჩემი ყოფით ალბათ ვიტყოდი, რომ ვარ ერთი ჩვეულებრივი რიგითი ქალი, საკმაოდ საინტერესო ცხოვრებით, საინტერესო ყველა თავისი დატვირთვით ბავშვობიდან დღემდე, ამიტომ როცა მარტო ვარ, ყოველთვის ვფიქრობ, რომ ერთადერთი რაც ჩემი საფიქრალია ალბათ ძირითადი, რომ ვიყო საჭირო. ვიყო საჭირო ადამიანებისთვის, ვინც ძალიან მიყვარს. იმიტომ რომ რაღაცნაირად მარტო როცა ვრჩები, ეს არ ნიშნავს, რომ მარტო ჩემთან ზოგადად ისე მომიწია ცხოვრებაში, რომ მარტო ვარ. ოჯახშიც უფროსი მე ვარ უკვე, ასე ვთქვათ, წარმავალიც უკვე მე მქვია, ასე რომ უფროსი თაობა არავინ აღარ აყვავს და პრინციპში როცა ადამიანი რჩები უფროს თაობად რო ითვლები უკვე ოჯახში, ფიქრობ, რომ ალბათ იმოქმედო და იცხოვრო ისე, რომ იყო საჭირო ოჯახში. ვაი ნახე, განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებ ამ სიტყვაზე, საჭიროებაზე, საკუთარი თავის საჭიროებაზე. ქონია ცხოვრებაში შეგრძნება, როდესაც იყავი სადღაც არასაჭირო და ამას განიცდიდი? არა. არ მქონია ეგ მომენტი, ნამდვილად არ მქონია, მაგრამ უბრალოდ ეს ჩემი ხასიათიდან გამომდინარეა, იმიტომ რომ მე უნდა ვიზრუნო. თავარი საზრუნავი რა არის შენ დღეს? ნახე, თავარი საზრუნავი არა მხოლოდ დღეს, ალბათ რაც თავი მახსოვს არის ოჯახი, იმიტომ რომ ეს ჩემთვის ყოველთვის ნომერ პირველი იყო და იქნება ალბათ, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ თუ ადამიანს ოჯახი არ აქვს მოწესრიგებული, გარეთ გასვლას და იქ რაღაცა მხიარული სახის წარმოჩენას აზრებ, მე მშვიდად ვარ, როცა ოჯახი არის მშვიდა და მე გავდივარ და უკვე შემიძლია რომ ეს სიმშვიდე მიუტანო სხვასაც, ოღონდ ბუნებრივი სიმშვიდე და არა დადგმული. გადამეტებული ზრუნვა ხანდახან მავნებელი ხო არა? საერთოდ გადამეტებული ყველაფერი მე ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში ზედმეტი. ზრუნვაც მათ შორის. ის რასაც შენ ყვები არის ძალიან ორგანული, ბუნებრივი და არახალი ჩემთვის, იმიტომ რომ გამომდინარე იქიდან როგორსაც გიცნობ, სხვა ძალიან ბევრ შენს ძალიან კარგ თვისებასთან ერთად იქ ყოველთვის თვალშისაცემია ეს ემოციურობა და ეს მზრუნველობა, განსაკუთრებით გვერდიდან როცა გაკვირდება ადამიანი შენ შვილებზე, რომელიც პრაქტიკულად ისე გააკეთე შენ თვითონ, რომ შენ პროფესიაშიც კი უკვე დღეს ცხოვრება ყოფითი თემები ყოფითად, მაგრამ უკვე ისე შექმენი შენ და შენ ეს გამიზნულად გააკეთე მოდიოდი, იმიტომ რომ ხედავდი პოტენციალს რა და ძალიან სწორი იყო. მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც გახსოვს რომ დაგირეკა შენ და ესე იგი ძალიან ემოციური იყო ჩემთვის და ძალიან გამიხარდა, რომ რა მაგარია, რომ ამ ოჯახში ეს ტრადიცია ასე ლამაზად გაგრძელდება რა და დღეს შენი შვილები არიან შენი უკვე პროფესიული არეალის ასევე განუყოფელი ნაწილები, ხო? ეგრე გამოვიდა. ოღონდ ესე ბუნებრივად გამოვიდა, ეს არ დაგეგმილი ყოფილა.
იმიტომ რომ როცა რაღაცას გეგმავ, ცოტა ადრე იწყებ მობილიზებას, აბსოლუტურად აი წარმოდგენაშიც არ მიფიქრია რომ რომელიმე დაუშვათ ესე სერიოზულად, ნუ ვფიქრობდი რომ შეიძლება თავისთვის, იმიტომ რომ გენი ისეთი რამეა, რომ ეხა ოჯახში სიმღერა და მეგობრებში სიმღერა ეს ჩვეულებრივი მომენტია და ну რაღაცნაირად უბრალოდ იმაზე მეტი დავიჭირე, ვიდრე მეგონა აი ეს ნიუანსი და უბრალოდ ერთი სიმღერა ვცადე, აი ქვეცნობიერად ვცადე, არა როგორც დედამ. უბრალოდ ძალიან რთული სიმღერა მივეცი მაშინვე და მივხვდი რომ რაღაცნაირად ის ემოცია ჩადეს, ალბათ რასაც არ ველოდებოდი, იმიტომ რომ საკმაოდ პატარები იყვნენ მაგ სიმღერისთვის. მაგრამ ნუ რაღაცნაირად ქვეცნობიერად გამოუვიდათ რა იმ სიმღერაზე ვსაუბრობ, რომელიც მე შენთან პრემიერაში ედგა Prime Show-ში. მიუხედავად მაგ სიმღერის მერეც არანაირად არ გვიცდია რომ რაღაცა აი როდის იყო ის მომენტი, როდესაც დაინახე ისინი სცენაზე? ეს გააკეთა პროექტმა მიმღერემ. იმიტომ რომ ისეთი მოულოდნელი იყო ეს პროექტი. ნუ ჯერ ვიძახდი რომ არ მღერიან, როცა დაგვირეკეს ხო, ნუ რაღაცა აი ბიჭებით და ну ეხა გავიგე ხა ლუკა მეტნაკლებად რაღაცა შეხება ქონდა ამ პროექტიდან გამომდინარე და ну გიორგის მიკროფონი იყო აი როგორ გითხრა არც იცოდა როგორ უნდა დაეჭირა რა უნდა ეკნა საერთოდ არაფერ შუაში არ იყო გიორგი ну ამ პროექტის და ეხაც რო აი უყურებ ხშირად როცა მხდება ეს ჩანაწერები ყველა პროექტის შემდეგ იზრდებოდნენ. ანუ რაღაცნაირად ყველა ეპიზოდის მე. ხო, მოთხოვეს თავის თავს. ნუ რაღაცა ქვეცნობიერად მოხდა ეს შეკვრა და ნუ უკვე წამოვიდა ნატო და ჭოხოები. აი პროექტიდან გამომდინარე. რომლებმაც წელს დაანგრიეს ბათუმი. ხო, წელს საოცრება ხდებოდა, კი ბატონო. TikTok-ში სხვა არაფერი მხდებოდა. სხვა ფანები, შენი შვილების და შენი. არა, მართლა საოცარი. სავსე სივრცე, სადაც ტარდებოდა თქვენი კონცერტი. საოცარი ემოცია იყო. მოკევი ეგ ემოცია როგორი იყო? ეს ამზაფხულის ემოცია როგორი იყო? ძალიან უცნაური, მოულოდნელი, იმიტომ რომ მართლა რაღაცა სასწაული ხდებოდა ეხა, იმიტომ კი არ ვამბობ რაღაცა ჩვენი კონცერტი იყო. ოღონდ გარდა იმისა, რომ იყო ბევრი ხალხი, იყო ძალიან ბევრი სიყვარული. ну აღარ ვსაუბრობ ჩამჭიდე ხელზე, ну ის ჯობია რომ არ იმღერო, რომ დაიწყებ, ჯობია რომ პირდაპირ გაჩუმდე, იმიტომ რომ აზრი არ აქვს. და ну რა ვიცი. ახალი სიმღერა, ხო? ერთი წლის სიმღერა. ძალიან უცნაური ბედისწერა აქვს მაგ სიმღერას, იმიტომ რომ როცა ვარსკვლავი იხსნებოდა, ძალიან მიჭირდა კონცერტის გაკეთება, იმიტომ რომ არ მქონდა არაფერი ახალი. და ვთვლიდი რომ ეს არ იყოს სწორი მუსიკოსისგან, რომლისთვისაც უნდათ რომ გაეხსნათ ვარსკვლავი, არ ნიშნავს რა დაწერე მანამდე, როგორ დაწერე, ну რაღაცა მადლობა ხო მოფერება მინდოდა იმ ადამიანების, ვინც დღემდე მომიყვანა. და ბოლო ორ კვირაში აი მართლა რასაც ქვია ლოცვით, ოღონდ როგორ ვეხოწებოდი იცი უფალს, უფალო ცარიელი ხელი, ნუ მიმიყვან, ჩემს მენელთან. და მე რაღაცა დავიწყე აი ამ ხელების ჩაჭიდვა, აი ამ რაღაცის მე ჩემი ამბავი მოვყევი ამ სიმღერაში, მაგრამ რამდენად უცნაური არ უნდა იყოს, ყველა პატარამ აი რასაც ამბობ, ხო 15 უფრო პატარებმა თავისი ფრაზები მოძებნეს. ანუ ეს არის სიმღერა, რომელიც ყველას ვიღაცისთვის რაღაცას ათქმევინებს. პირველი თავში მოსული ბგერები როდის გაჟღერდა რა ასაკში და როგორ მოხდა ეს? დავით ძალიან პატარა ასაკში გაჟღერდა. ბავშვობა მქონდა ულამაზესი და ისეთი ფერადი როგორიც მე მიყვარს რა. ბუნებასთან ურთიერთობა, ყვავილები თუ არ იყო ხეები, ტოტები მომქონდა ფერადი, ისიც თუ არ იყო მაინც რამეს მოძებნის და მოკლედ ჩემი საფუძველ სავსე იყო 1000-ნაირი გირჩები და ვიცი ყველაფრით მოკლედ და აი ამ პატარა ქალაქში დაიბადა პირველი აკორდები და არა ჯერ სხვათა შორის პირველად დავიწყე ლექსების წერა და მე შემოვიდა უკვე მუსიკა. მაინც პოეზია უფრო ახლოა ჩემთან ვიდრე მუსიკა. სულიერათაც ეგრეა რა. მართლა? კი.
არა, სადაც არის. მუსიკა მოვიდა, მე ვიყავი მე მგონი მე-6 კლასში, როგორც მახსოვს. და ძალიან მალე დაიწყეს სევდიანის სიმღერების წერა. ხო, ყველაფერს ერთად. კი. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მაგრამ ეგრე. ეს სევდა, რომელიც თანდაყვება წლების განმავლობაში. შეიძლება იმაში გამოიხატებოდეს დღეს, რომ ან ზოგადად როგორ თვლი სიყვარულში არ გიმართლა? არა, გამიმართლა. გაგიმართლა. კი, გამიმართლა ნამდვილად. უბრალოდ მე მაგრამ სევდაც მოგიტანა. არა, სევდაც მომიტანა, რა თქმა უნდა, სიყვარულს ყველაფერი ახლავს, ეგრე არ არის. მეც არ შეგეკითხები ზედაპირულად. ხო, სიყვარულს სევდაც ახლავს, ისიც ახლავს, ნამდვილად გამიმართლა და ვთვლი, რომ იცი რა, ხანდახან არის რომ სიყვარულს ნანობ, მე არ ვნანობ, იმიტომ რომ ნამდვილად ღირსეული ადამიანი მიყვარდა. შენი სიყვარული სევდიანია? არა. არა. არა, დღეს რო უყურებ არა. შეიძლება მაშინ მეჩვენებოდა რომ სევდიანი იყო, მაგრამ დღეს რა არის, ნო, იცი, დღეს აბსოლუტურად სხვა თვალით დავიწყე ბევრი რამის ყურება. ეს არის ბედნიერება და მე ვთვლი რომ ეს იყო ღვთის საჩუქარი. იმიტომ რომ შეიძლება ადამიანმა დაარქვას ვიღაცას სიყვარული ან ეგონოს რომ უყვარს. საერთოდ სიყვარული ზოგადად ძალიან სხვა განზომილებაა რა. და მე ვთვლი რომ ხელშეუხებელი უნდა დატოვოს სიყვარული, რომ დარჩეს მთელი ცხოვრება სიყვარულად. იმიტომ რომ როგორც კი ურთიერთობაში გადადის, მაინც რაღაცა ხდება ისეთი, რაც მოგდის რაღაცა იმედგაცრუება და ამიტომ ჯობია იქ დატოვოს, და ძალიან სუფთაა და ძალიან ლამაზია და მე ბედნიერი ვარ. ნახე როგორ ენერგიები მოგივიდა. არა, მე სულ მომდის სიყვარული, ნოე, ისეთი ენერგიაა, რომ აი ზოგადად სიტყვა რა ვიცი, სიყვარული არის ზოგადად ყველა. მე დეფინიცია გავაკეთოთ, რა არის? რამდენი ადამიანიცა, იმდენი დეფინიცია სიყვარულს მე ისე მგონია რა, იმიტომ რომ ყველა სხვადასხვანაირად აღიქვავს და ყველა სხვადასხვანაირი მოლოდინი აქვს და ხედვა. შენ შემთხვევაში რა არის სიყვარული? ჩემ შემთხვევაში სიყვარული ის არის, რომ რა ვიცი, იცხოვრო რა აზრი ქონდეს შენ ცხოვრებას. სიყვარული არის მამოძრავებელი ყველაფრის. Central Park Towers-ი არის ქალაქ თბილისში 2.42 სართულიანი ნაგებობა Central Park-ის მიმდებარედ, ბუნებრივია, რომელიც ერთიანდება 7 სართულიანი პოდიუმით და ეს არის უნიკალური შესაძლებლობა გახდეთ მესაკუთრე სასტუმროს ნომრის Redison Blues ოპერირების ქვეშ. ეს არის 350 მილიონიანი პროექტი და ამ შესაძლებლობის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ ყოველწლიურად მიიღოთ საკმაოდ მაღალი სარგებელი. კომპლექს გააჩნია უნიკალური ივენთ ჰოლი გათვლილი 5000 ადამიანზე, ასევე ძალიან დიდი საპარკინგე სივრცე, 400 ავტომანქანაზე გათვლილი, 400-ზე მეტ ავტომანქანაზე გათვლილი და ასევე ძალიან ბევრი საინტერესო რესტორანი და საშოპინგო სივრცე. რთული პერიოდი შენ ცხოვრებაში. მე რა თუ სწორედ მახსოვს, იგი არის 2013 წელი, ხო? როდესაც შენ ცხოვრებაში მოდის ძალიან დიდი განსაცდელი და როგორ გაიარე ეგ პერიოდი და როგორ შეგიძლია რომ გაიხსენო? რა ვიცი, გასახსენებელიც არაფერი არ არის ალბათ, უბრალოდ ვიცხოვრე ერთმა ადამიანმა ჩემ ნაჭუჭში. იმ სიჩუმესთან ერთად რაც მქონდა, იმიტომ რომ არასოდეს არ დამთავრდა ის განსაცდელები. ბოლო განსაცდელმა ალბათ საერთოდ დამადუმა და როგორ გითხრათ, ვცდილობდი რომ შვილებისთვის მეცხოვრა ისე რომ ყოფილიყავი ძალიან ენერგიული დედა, მაგრამ იმის იქით ჩემში ალბათ რაღაცა ძალიან დიდი ჩაკვდა, რომელიც არავინ არ თქვას, რომ ცოცხლდება და რაღაცაში გადადის და აი მე რაღაცა ცხოვრება გრძელდება. არა, რაღაცა მთავრდება და ესმევა წერტილი. უბრალოდ სწავლობ თავიდან ცხოვრება. ამ ყველაფრის გარეშე ცხოვრებას, რასაც ერქვა დიდი გულშემატკივართა გუნდი. ეს არის ძმა, დედა, მამა, ყველაზე ძვირფასი, რაც გაგაჩნია ცხოვრებაში ადამიანს.
შეგიძლია გაიხსენო შენი ძმა? ჩემი ძმა სულ მახსოვს, ასე რომ ეხაც გავიხსენებ და ალბათ ყოველი წუთი მასთან ერთად ვცხოვრობ, ეს იყო პირველი დარტყმა, რომელმაც სულ ვამბობ, რომ გამიადვილა ალბათ დედის და მამის გაცილება ძალიან მოკლე დროში. იმიტომ რომ იცი რა ყოფილა ეგეთი რაღაცა, როცა ტკივილს ვეღარ გძნობ, უკვე აი როგორ ახარ, იცი რომ როცა ის პირველი დიდი დარტყმითი ხო მე ხა მანამდე არ მქონდა ნამდვილად ეს განცდა და გადატანილი, მაგრამ როცა ეს დამემართა, მივხვდი რომ ეს არის ის რომლის მერეც უკვე ტკივილიც გიმსუბუქდება ზოგადად და რაღაცნაირად რადიკალურად სხვანატო გავხდი. როგორ მოხდა? ძალიან უცბად, ძალიან ისე მოულოდნელად ძილში ტრომბით 53 წლის და რაღაცა გავიკვიძა და დავრჩი რაღაცა არ ვიცი რანაირი ნატო, იმის მერე საერთოდ ნატო აღარც არის ალბათ. ვინც მე მიცნობდა მანამდე უფრო ღრმად, ალბათ მან კი იცის რომ მე იქ ძალიან დიდი ნაწილი დავტოვე და უბრალოდ რაღაცნაირად გავაგრძელე ცხოვრება მერე დედისთვის. ერთ წელიწადში დედაც გამომეცალა, მერე მამისთვის, მერე მამაც გამოდის რომ ოჯახი ვინაიდან ესეთი არის ხშირად რომ როცა ესეთი ძალიან ახლოა ოჯახის წევრები ხო არის ოჯახი რომ დაუშვათ ნაკლებად ურთიერთობენ არის რაღაცა ისეთი ხელჩაჭიდებული ოჯახი და ალბათ ჩვენ ეს შემთხვევა ვარ და ვერ გადაიტანა ოჯახმა უბრალოდ მე აღმოჩნდი ყველაზე სალიკლდე რომელმაც გადავლახე და როგორც შევძელი, მე ვერ გეტყვი რომ ისე შევძელი როგორც ოდესღაც რამეს ვაკეთებდი, მაგრამ ვთვლი რომ თავიდან ფეხზე გავლა ძალიან რთულია, თუმცა მე რაღაცნაირად ეს მაინც მოვახერხე. არის რამე ისეთი რაც ყველაზე მეტად გაწუხებს, რაც ვერ მოასწარი, ან რაღაც ის თქმა, ან რაღაც გაკეთება, ან შენ ძმასთან ან შემშობლებთან. იცი რა, სულ მგონი, იცი როგორც ყოველთვის რა. სულ მგონია რომ რაღაცა დავაკელი, რაღაცა შემეძლო, სულ ფიქრობ რომ იქ რო ყოფილიყავი შეიძლება გადამერჩინა. სულ არის ეს ბრძოლა, რომელიც არ სრულდება და არ ვიცი, უბრალოდ ვეტყოდი ალბათ იმას, რომ ძალიან მენატრებიან რა. ძალიან ვის არის რა, ძალიან უსაშველო უბრალოდ გესიზმრება ხოლმე? კი, მე სიზმრება სამივე და სხვათა შორის ყოველთვის რაღაცა ისეთი მინიშნებული რაღაცა კარგი ამბისთვის მამზადებენ ყოველთვის და რაღაცნაირად გავაგრძელე ცხოვრება, ეს უკვე ალბათ ბიჭების დამსახურებაც არის და რაღაცნაირად რა ვიცი მოვედი, ასე თუ ისე, ყოველ შემთხვევაში დაბრუნდა ნატო, რომელიც მართლა ძალიან ბევრი წელი გავქრია. რაც ყველა ძალიან გვიხარია. მადლობა მინდა უთხრა ასევე ჩემს ახალ პარტნიორს, ეს არის მისონი და მადლობა თანამშრომლობისთვის. ბიჭები ახსენე და მოდი ბიჭებზეც თქვათ ერთი-ორი სიტყვა, ლუკა და გიორგი, ხო? მოდი პირველი მითხრა რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან შენთვის? საერთოდ ძალიან განსხვავებული ძმები არიან. ხო, გიორგი ძალიან ესეთია, რა ქვია, ძალიან სასაცილო ბავშვი იყო. ავარა ბავშვი იყო, აი ესეთი რომ სულ გიორგის ყვიროდი. ლუკა ძალიან სერიოზ, ზედმეტად სერიოზული. აი ორი ცადა დედამიწა იყო, ეს ესეთი ჭკვიანი რაღაცა ხმას არიღებდა, ის ციბრუტი. იცი რა, სულ ვამბობ, რომ ადამიანები არ იცვლებიან რა. აი ეხლაც რო უყურებ ხანდახან აი გიოს და ლუკას სცენაზე, ის თვისება, ის ბავშვური რაღაცა ძალიან ხშირად ვიჭერ რა. აი ეს გიორგის რაღაცა მაკვარანცხი ხასიათი და სცენაზე შვებიან სასწაულებს, ოღონდ იქაც გამოყოლილი აქვს ის ბავშვობა და ვეუბნები რომ დედა სცენაზე ხარ, მაგრამ ავიწყდებათ. და აი უცებ ერთმანეთის ლამის ჭიდაობა დაიწყო სცენაზე, იქ მოფერება რაღაცა, აი რა ვქნა ვზარდე, მაგრამ რა ვიცი, აი როგორი გავზარდე არ ვიცი, რაღაცა რაღაც განსხვავებული ძმები არიან, მაგრამ ბევრი საერთოთი, იმიტომ რომ
რაღაცა ერთმანეთი გაზარდეს რაღაცა პერიოდში, რაც იმას ჰქონდა თვისებები, იმას აბალანსებდნენ ერთმანეთს. ხო, გადადო ამან იმის სიყვარული, მოკეთ აი რაღაცა რაც თვითონ უყვარდა ცალ-ცალკე და დაუშვათ მეორეს არ აინტერესებდა, ერთმანეთში რაღაცა ცვალეს და საბოლოო ჯამში უკვე საუბრობენ აბსოლუტურად ერთ ენაზე და ძალიან მოკლე სიტყვებით და გასაგებად. ზოგადად ოჯახში ეგრევ საუბრობთ. ხშირად თვალებით, იმიტომ რომ არ არის მეტი საჭირო და რაღაცა ერთ ენაზე საუბრობთ და მარტივია. არა დიდი პერიოდი გასული, მას შემდეგ რაც იოდა ოჯახთა, ხო? კი, 2 წელი. 2 წელია. 2 წელია და ბებიაც გახდი. ორი შვილიშვილის ბებია. რა თქმა უნდა. აი რა განსხვავება დედანატოსა და ბებიანატოს შორის? იცი რა, იმათანაც მეგობრობ, აი ეს ბებიობა არ ვიცი როგორია. ვემეგობრები. იმიტომ რომ მე რაღაცა მოჩლიქული ენა და პირდაპირ მერთვება, რომ აი ლუკას, პატარა ლუკას ვეუბნები, რომ ბებო შენ კაცი ხარ ეხლა და რაღაცა ეს კაცები ასე არ აკეთებენ და ეს ქვეცნობიერი მაქვს ეთყობა და მასზეც გადავდივარ. ну რა ვიცი ხა მიყვარს ეხა მაგაზე საუბარი არა რაღაცა ახალი ნათება რაღაცას ეძებ რაღაცას იქ გენეტიკას ეძებ მე უკვე თავისი ახალი აქვს და საინტერესო ბევრი ну ის ჯერ პატარაა და არ ვიცი 7 თვის არის ნინა ორმაგად მიყვარს იმიტომ რომ ჩემ შვილს უყვარს ცამდე არაჩვეულებრივი ძალი ყავს და არაჩვეულებრივი ოჯახი შექმნა იმას გამოიხატება და ყველაფერში იგრძნობა მაგრამ ნერვიულობდი თუ არა, როგორი ძალი შეხვდებოდა და ლუკას შემთხვევაში თუ გენერვიულებ. არა, ნერვიულობდი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შემომსვლელს ოჯახში, იმიტომ რომ შეიძლება ოჯახი, რომელიც ძალიან მარტივად უბრალოდ თვალებით საუბრობ და სიყვარულის მეტი არაფერი არ გააჩნია იმ ოჯახს. შეიძლება ერთ დღეს აბსოლუტურად თავზე დაგემხოს, ხო? ბევრი მაგალითი გვაქვს გარშემო. რამდენიც გინდა? ამიტომ შვილები დედებთან კარგავენ ურთიერთობას. ამიტომ იცი რა, მე რა ჩემეძლო, როგორც დედას ერთადერთი ყოველთვის ლოცულობდი, რომ ჩემ შვილს კაცთმოყვარე ადამიანი შეხვედრო და როცა ადამიანს ადამიანები უყვარს და უბრალოდ შეუძლია რომ განათებული თვალით ადამიანები მიიღოს, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს რა. ნატო, მე შენთან ვიმყოფები, ბიჭების დავინახე, არ მინდა შანსი ხელიდან გაუშვა და იმ სივრციდან, სადაც არაერთი ნაწარმოები შექმნილა, რომელიც ჩვენმა მაყურებელმა იცის და რომელიც ჰიტებად იქცა და დროს შერჩა უკვე და შერჩება, მინდა რომ აი აქვე ამ ბეკერის როიალზე გთხოვოთ 140 წლის 140 წლის ბეკერის როიალზე გთხოვოთ რომ რაიმე შეასრულო და ბიჭებსაც თითო კითხვასაც დაუსვრო. ბარემ სიამოვნებით. ჭოხოებო არ მაინცლია ჩამჭიდე ხელი მჭირდები ჩემო არაფერს ველი უბრალოდ გჩემო ცხოვრება ჩემი ამ სიყვარულად ღირდა რა ვქნა რომ ბევრი გავიდა წელი რა ვქნა რომ ისევ არ ახარ ჩემი ჩამჭიდე ხელი შენთან მინდა რა ვქნა რომ ბევრი გავიდა წელი რა ვქნა რომ ისე არ ახარ ჩემი ჩამჭედე ხელი შენთან მინდა ცხოვრება ყვება 1000 გვარ ამბავს თუმცა კი ჩვენსას არა და არა გავს ცხოვრება ჩვენი ამ სიყვარულად ღირდა მინდა რომ ჩუმად რაღაცა გითხრა მიყვარხარ ბავშვი ვიც მინდა ჩამჭიდე ხელი შენთან მინდა მინდა რომ ჩუმად რაღაცა გითხრა მიყვარხარ
ბავშვი ვიწმინდა ჩამჭიდე ხელი შენთან მინდა ჭოხოები ეს სიმღერა პირველად რომ მოისმინეთ, სანამ გავარდებოდა, გრძნობდით თუ არა რომ ესე გავარდებოდა. ვერა. მაგას ჩემი აზრით მარტო ავტორი გრძნობს სიმღერას რა პოტენციალი აქვს ბოლომდე. და ანუ ძალიან ბევრმა შემსრულებელმა და ესეთმა გამოცდილმა ადამიანმა მოისმინა, ვერავინ ვერ მიხვდა. ერთადერთი გარანტია, ანუ აი პირდაპირ 100%-ით გვეუბნებოდა, რომ ეს იყო ეს, რაც დღეს ყველამ ვიცით. ეს ხო კონცერტის ბოლო სიმღერა. ხო, ბოლო სიმღერა და ანუ აი ის რეზულტატი რაც მოყვა, იცოდა მხოლოდ მან, იმიტომ რომ რაღაც ზემოდან მოვიდა. ჰიტიც არის და ჰიტიც, ხო, მაგრამ 2025 წლის ზაფხული გადაატარა მთელ ჩვენ მსმენელს ამ სიმღერამ. ანუ თავარი ჰიტი. ვიხარია თუ ეგრე არის. იცით ეხლა რომ ეგრე არის. ანუ უბრალოდ ერთი ამინდა დავამატო. ანუ ეს ხო ერთ-ერთი სიმღერა, რომელიც ალბათ ძალიან მალე ვისწავლეთ. ანუ ეს ხო სიმღერა რომ დაიწერება ხო უნდა რაღაცა პრაქტიკა მიიღო, იმღერო რამდენჯერმე და აი სისხლში გაჯდა რამდენიმე დღეში. და ტექსტიც არ ქონია, იქ ისე რამდენიმე დღეში არა, 2 დღეში. მე ტექსტი ამერია კონცერტზე და ასე შემდეგ. რაღაცნაირი სიმღერა ჯადოსნური თავიდანვე რა, სწავლაშიც ეთყობოდა. ნატოს სიმღერაა რა და მგონია რომ არა პირველი უამრავი ყოფილა ესეთი და უბრალოდ ჩვენ ვერ მოვესწარით იმ რაღაცებს ესე ლაივ ფორმატში რა, უბრალოდ მოსმენით ვიცით და ფაქტად ეს პირველი სიმღერა გამოდგა, რომელზეც მივხვდით, რასაც გვიყვებოდნენ წინა პერიოდი და არა დეკემბერი და არების პერიოდი ყოფილა თბილისში თურმე, პატარები. თუმცა მე ვთვლი, რომ ეს სიმღერა არის რაღაცნაირი გვირგვინი აი იმ შემოქმედების, რაც ნატოს აქვს. თითო კითხვას დაგისვათ ნატოზე, ნატოს გარშე. ვაიმე, მე გავალ, შენ შემოგვი, მე არ შემი. როგორ დედა? მოდი აი გიო შენ დაიწყე. შემიძლია ვთქვა, რომ მან გვაჩუქა საუკეთესო ცხოვრება, რაც შეეძლო დედას ეჩუქებინა ჩვენთვის. თავისუფალი, ლაღი. კაცება ჩამოგვაყალიბა. ამ სამში ნათქვამია მგონი ყველაფერი რა. კი. გეთახმები. კამათი არ მოგშლიათ არასდროს? რამდენჯერაც გინდა? კი. აჰა. ეხა შევატრიალეთ ხო რამდენჯერაც გინდა. კამათის საკითხები მეგანვიხილო. კამათის ნაწილში ლუკა ყოფილა, აბა გისმენთ. ხო, კამათი მგონია რომ სადაც სიყვარულია, ყველგან კამათი უნდა იყოს რა, იმიტომ რომ ხო თავის ქნევით სიყვარულის არ მჯერა, არ მწამს ნაღდად რა. კამათი მოგდის ისევ რაზე, იცი? როგორც გაგუზარდა. ანუ იმ გაზრდით მე როგორადაც ჩამოვყალიბდი, ხო? დღეს უკვე ის ჩამოყალიბებული X ადამიანი ჩემზე არ მაქვს საუბარი მაგალითად, ხო? ანუ ის ადამიანი უკვე რაღაცას რო შეიძლება აკეთებს ისე როგორც მე არ მომწონს, იმიტომ რომ შენ გამზარდე ესე. სულ ეს დიალოგი შეიძლება შედგეს. და შენ გამოხატავ. მე აუცილებლად გამოვხატავ. ადრე არ გამოვხატავდი, სხვათა შორის. და ბოლო ალბათ ხო ბოლო პერიოდია სულ გამოვხატავ და იშვიათად რო გულში ჩავიტოვო ხოლმე, თუმცა ფორმა რა თქმა უნდა არის მხოლოდ სიყვარულითი და არა რაღაცა სხვა რა. და შედეგი უკეთესია. თუმცა აზრის დაფიქსირება აუცილებლად ხდება ხოლმე, რომ ესე არა, მოდი ესე გავაკეთოთ. მოდი ისე გავაკეთოთ. გიო შექმნა უკვე არაჩვეულებრივი ოჯახი, ორი შვილის მამა უკვე. გიო მამა გიორგის სვედა. როგორ შეცვალა ქორწინებამ და მამობამ?
რა თქმა უნდა შემცვალა რა. ანუ ბევრად როგორ გითხრათ. ალბათ თავისუფალი კაცი ბევრ რაღაც საკითხებზე არ ფიქრობ მაშინ. სანამ ოჯახს მეტი პასუხისგებლობა წამოვიდა. რა თქმა უნდა, მეტი პასუხისგებლობაც წამოვიდა, მაგრამ ნაწილობრივ სასიამოვნო, ნაწილობრივ უსიამოვნო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ როგორც დავუშვათ, მე და ლუკამ გავატარეთ, ხო ესეთი სიყვარული ესე არ მოსულა ჰაერიდან რა, ძალიან ბევრი ჩხუბი ყოფილა და ერთმანეთი გამოვწვდით. ანუ იგივე რაღაცის გავლა გიწევს შემდეგ როცა ოჯახს ქმნი. მაგრამ ის რაღაცა სხვა განშტოებაა რა. იქ შენი ნაწილები არიან, შენი საყვარელი ადამიანი გიდგას გვერდზე ხვდები, ის სხვა სათამაშო სივრცეა, ესე რომ ვთქვათ რა. აქეთ სხვა ველი არის, იქ ის სხვა ველი არის, მაგრამ ორივეს უდიდესი როლი აქვს ჩემ ცხოვრებაში. ერთი ბიჭი მყავს, ერთი გოგო მყავს, ულამაზესი და უმაგრესი მეუღლე მყავს და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. ძალიან სასიამოვნოა ამის მოსმენა და რა თქმა უნდა გისურვებ რომ ყოველთვის ასე გიბწყინავდეს თვალები და ყოველს ამას ამბობდეს. აი შენ უფრო შეაფას შეიცვალა? შეიცვალა და მე ვფიქრობ რომ გადმოვიცვალე უკეთესობისკენ და ეხა ხო კიდე რაღაცა მე როგორ ვიტყოდი იცი რომ ანუ რაღაცა ჯერ გაყვა დინებას მე იპოვა ნიჩაბი ერთი მე მეორე ნიჩაბი იპოვა მე სადაც ნავი იპოვა და ეხა უკვე უხვევს ანუ ხან იქით მოუხვევს ხან აქეთ მოუხვევს და ანუ ერგება მოკლედ რო ვთქვა აი გარემოს რა ხო დინარეს რა და ვფიქრობ რომ ძალიან მაგრა გამოდის იმიტომ რომ გვერდში ძალიან მაგარია ზუსტად ისეთივე ნიჩბები იპოვა იმანაც და ეხა ერთად უსვამენ რა და მგონია რომ მივლენ იქ სადაც უნდათ რომ მივიდნენ შენ როგორ ხარ ნიჩბებთან ეხა წარმე სოციალური ქსელები რასაც მეუნება საკმაოდ დიდი ფან-კლუბი ყავს რასაც სოციალურ ქსელებში ვხედავთ რა და ხო ეგრე გამოვიდა რა სურვილი მაგის არ ქონია ნამდვილად თავისთავად შეწუხებული რატო ამბობ რაღაცნაირად ისეთი ამბავია რა აი რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნო და ეხა მაღაზიაზე რო კაცი იტყვის რომ არ არის სასიამოვნო ტყუილია უეჭველი ამის უნდა შენადგილზე ყოფნა წარმოიდგინე შეხელავი ალბათ მაგრამ როგორ არის ხო იცი ანუ ყველა ადგილს აქვს ორი მხარე მონეტას ორი მხარე აქვს რა ეხა მაგას არ ჩავშლი რატომ და როგორ რა თქმა უნდა მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნოა ანუ სიყვარული როგორ შეიძლება უსიამოვნო იყოს ხო, მაგრამ ანუ ეს აი რაღაცა ხო ხდები ეს დაჩქარე ბადი გახდა ეს ჩემი რაღაცა პირადი აი როდის მოყავს ცოლი და რაღაც ეგ ამბავი და ანუ არა ჯერ რა მე მგონია რომ ეგ ანუ თავისით მოდის 26-ის ვარ არსად არ მეჩქარება ნატომ გამაფრთხილა რომ ბიჭებსო დიდათო არ უყვართო და არ გამოსდითო ლაპარაკი კამერასთან მაგრამ მშვენივრად გამოგხდით მადლობა გულწრფელობის მაგრამ არ გვიყვარს ხო მადლობა გულწრფელობისთვის და მადლობა რომ ამ გადაცემის ნაწილი ხართ მე დარწმუნებული ვარ რომ მაყურებლისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ბოლო წლების განმავლობაში ნატო ასოცირდება თქვენთან ერთად რა და უნებრივია რომ თქვენი ნაწილი იყო შემავსებელი ჩვენ გადაცემაში და მე კი ახლა ისევ ნატოსთან დავბრუნდები. სიბერე როგორი ექნება როგორც ხედავ? აიცი რა არის ჩვენ თავად ცოტა უჭირს სიბერემდე მისვლა, მაგრამ თუ მივაღწიე? მიაღწევ, პირიქით ხა ყველაფერი განვითარებულია და ხო, ნუ არ ვიცი, ნახოთ ყოველ შემთხვევაში რაღაცა თუ ღრმა სიბერემდე მივაღწევ მაგას სულ ვიბარებ, რომ თუ რაღაცები დამავიწყდათ ხო? ხო და ანთუ ხო არის ზოგჯერ შეიძლება სიბერეში გახდე ამბიციური და რაღაცა სულ ვაფრთხილებ ბიჭებს რომ დედა მე თქვა ისე მომკაჩეთ თქო რომ რაღაც სისულელი არ თქვა თქო და რა ვიცი არ ამგონია ეხლა რომ რაღაცა უცებ გავბოროტდე სიბერეში ან რაღაცა ისეთი დამემართოს რა ვიცი ვიქნები ალბათ მოხუცი რომელიც დაელოდება თავის დაქალებს როგორც იციან ხოლმე ჩემ გოგოებს ველოდები თბილისში რჩები იცი რა არ ვიცი ვერ შეგპირდები არ ვიცი მინდა არ გაგიკვირდეს რომ წავიდე ჩემ ქალაქში და იქ დავპირდე მე იზღა დამჩენია რომ ძალიან დიდი მადლობა გითხრა მადლობა შენ საინტერესო დიალოგისთვის პრინციპში ასეთი მოლოდინი მქონდა კიდევაც იმიტომ რომ
შენ ყველაფერთ ერთად რაც ვისაუბრეთ, რაც გახასიათებს არის გულწრფელობა რა და როდესაც ადამიანი გულწრფელია, იქ დიალოგი ყოველთვის კიდევ უფრო მეტად საინტერესოა და მადლობა შენ ამ შესაძლებლობისთვის. მადლობა შენ.